გამარჯობათ მეგობრებო, ძველ თბილისში ვარ. ამ წუთში ბეთლემის ქუჩაზე და გადავწყვიტე, რომ უბრალოდ თქვენთვისაც მომეცა საშუალება ძველი თბილისის დღევანდელი გადმოსახედიდან შეგეხედათ ძველი თბილისისთვის. ავიცი რაღაცები მოგეწონებათ, რაღაცები ძალიან არ მოგეწონებათ. მე ასეთი შთაბეჭდილება დამჭა. მოდი ერთად გავისეირნოთ ძველ თბილისში და დავთვალიეროთ. ბეთლემის ქუჩას ეს ულამაზესი ვიკულებიანი თბილისური ეზოები ისევ ამ საოცარ მდგომარეობაში შემორჩა. ყველაზე ტურისტული უბანი ძველი თბილისის ის ადგილები, სადაც არ ვიცი, ალბათ ყველა ჩამოსული ტურისტი მინიმუმ ერთი დღით მაინც მოდის ხოლმე. ეს პურის მოედანია. ეს კი ბეთლემის ქუჩა. ლადო ასათიანის 3 ნომერი აი ესე გამოიყურება. სამწუხაროდ ამ უბანში ბევრი ასეთი სახლია. არ ვიცი, ალბათ მე პატრონის გადაწყვეტილებით მას არც შლიან, არც ყიდიან და როგორც კერძო საკუთრებას რესტავრაციასაც ვერ უკეთებენ, თუმცა მცდელობა ქონიათ, როგორც ჩანს, ნახე. გამაგრებითი სამუშაოები აქვს ჩატარებული, მაგრამ არა. ეს ლადო ასათიანის ქუჩაა. მსგავსი ნადღაბნებით ძველი თბილისი აჭრელებულია, ალბათ კომენტარს არ გავაკეთებ. განა იმიტომ რომ შინაარს არ ვეთანხმები. არა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან ეზიზღება თბილისი აი ამის გამკეთებელ ხალხს. როცა ქართლის დედის აი ასეთ კარგ რაკურსს დაიჭერ ტაძრის გუმბათის ფონზე, მერე კადრის გაშლა გინდა, აგერ თბილისურ ეზოში შეიჭყვიტები, აგერ ნახე პატარა ფისოებს დაინახავ, მერე კადრს გაშლი და უცებ დადღაბნილ გაფუჭებულ კედელზე აი ამ საშინელებას აღმოაჩენ და გვერდით ესეთი ლამაზი ძალიან კარგი ინტერიერის სხვათაშორის ბარია ნამყოფი ვარ აქ. ეს მორიგი პოლიტიკური ლოზუნგები არა ნაცებს, არა ქოცებს. და გვერდით საუკეთესო წარწერა შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა არ მგონია ეს კაცური იყოს საკუთარი ქალაქის ასე დაბინძურება. სხვადასხვის ამ ეზოებს რატომღაც იტალიურ ეზოებს ეძახიან ხოლმე, არა და ხალხო უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ეს იტალიური ეზოები არა, ეს თბილისური ეზოებია, თბილისური. ხელოვნების მორიგი ნიმუში. ულამაზესი სახლის ფონზე, სადაც ევროსაიუზის დროშა გადმოხურებს თავზე. იქიდან კი ქართლის დედა იყურება. და რას ფიქრობს? აი გულდასაწყვეტისი ბინძურის კიდევ ერთი ნიმუში. ძალიან ისე თვალში საცემი ნიმუში. აი ეს ხო განსაკუთრებით აინახე. და ამის დამჯღაბნავს აი აქ ამის დამწერს და გამკეთებელს საქართველოს მომავალზე უნდა ელაპარაკო. აი ეხა ვიდეოს ვავწერდე, დედას შევაგინებდი იმის გამკეთებელს, აი ამის გამკეთებელს, ვინც ვანდალიზმია ჩვეულებრივი, აი ჩვეულებრივი ვანდალიზმი, აი აქ ნახეთ სადა ვარ, ხო? ჩვეულებრივი ვანდალიზმი. რა დონეზე უნდა გეზიზღებოდეს შენი ქალაქი,
ესეთი ვანდალური ნაჯღაბნებით დაფარო მისი ქუჩები და მერე გამოხვიდე და საქართველოს საგრძელო დალიო. ღორი ხარ ამის გამკეთებელი ადამიანი, ჩვეულებრივი ღორი. ლადო ასათიანის 16 ნომერთან უნიკალური მოზაიკური ნამუშევარი აღმოვაჩინე. ეს არ მქონდა ნანახი. ნახეთ. ძეგლი გადააქვთ და ეს არის მოზაიკურ ფილებში გაკეთებული. საოცარია და თან სადნახე ძველი თბილისური ჭიშკარი. მოდი აბა ერთად შევიხედოთ ამ ეზოში და ერთად დავათვალიეროთ რა ხდება ამ ადგილზე და ამ ეზოში. ავეჯია გამოფენილი. აქ ცხოვრობს ხალხი, კი ბატონო. ცხოვრობს ხალხი. აი ესეთი ონკანი ეზოში. უკვე სამწუხაროდ მორყეული აივანი, მაგრამ მაინც ხალხი ცხოვრობს. აი ეს სახლი არის არქიტექტურული ნიმუში. ნიმუში და სხვა შორის ხელშეუხებელი, იმიტომ რომ რესტავრაციასაც არ ექვემდებარება, მაგრამ აი თუ დააკვირდებით, ორნამენტული გადაწყვეტილებაც კი ისეთი ცნაურად საინტერესო და ლამაზია, მაგრამ რა გინდა. ნახეთ რა დღეში. სამწუხაროდ მსგავსი რაღაცეები იუნესკოს ფონდშია ხოლმე დაცული და მისი რესტავრაციაც კი არ შეიძლება, ხელისხლებაც კი არ შეიძლება. ანუ სანამ არ დაინგრევა და ჩამოიქცევა, მანამდე უნდა იყოს და ასე ალბათ დარჩება კადრებად რა. სხვათა შორის მე არ ვარ და არც ყოფილ ვარ და არც ვიქნები შენების მოწინააღმდეგე. ძალიან სულელი უნდა ვიყო, რომ ესე ვიყო. მაგრამ ნახეთ ისტორიული შენობები ხომ ინგრევა. მის გვერდით შენდება ახალი შენობები. არ ვიცი ამ რა დანიშნულება აქვს ამ ახალ შენობას, საცხოვრებელი კორპუსი იქნება თუ სამრეწველო დანიშნულების, მაგრამ ფაქტია, რომ იქ სადაც ინგრევა ძველი და ისტორიული გვერდით შენდება ახალი. და ყველაზე თვალში მოსახვედრი სინთეზი ამ ყველაფრის არის აი ეს. ისევ და ისევ აი ეს შაბინზურებული კედლები, საშინელი, არ ვიცი, რაღაც ბომჟების იმას გავს. ვერ ხვდები ამას რა გამართლება შეიძლება ქონდეს, აი მსგავს კედლის მხატვრობას არ დავარქავდი და ნუ რაღაც ისტორიული სირობები, ნაშთი ძველი დიდებისა. ხვდებით ხო? ამის დამწერებს როგორ უყვართ საქართველო და თბილისი, ალბათ ბევრი კომენტარი არ ჭირდება ამას. აი ამ შენობას დააკვირდით, ეს ასათიანის 26 ნომერია და ფაქტიურად როგორ თქვა, მაგრამ ინგრევა სახლი. უნიკალური არქიტექტურული ნიმუშია ძველი თბილისის. და აი ამ კარს დააკვირდით. 100 წელზე მეტის არის აი ეს კარი. დღემდე მოქმედი და შემოდის აი სადარბაზოში. ეს იცით ალბათ ეს ადგილი. არ ვიცი ხა კამერა რამდენად კარგად აღიქვავს, მაგრამ ყველასთვის ცნობილი ისტორიული სახლი, რომელიც უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. ალბათ მეტი რო არ შეიძლება ისეთში. ხო, რაც ძალიან კარგად ჩანს აი ამ კადრებზე. და აქ ცხოვრობს ხალხი. მოდი მე ამ შემთხვევაში გავჩუმდები. განა იმიტომ რომ რამე არ მაქვს სათქმელი. უბრალოდ
ნერვულობისგან თავბრუდა მეხვა. განვაგრძოთ. ძველი თბილისის ეს არქიტექტურული უნიკალური ნიმუში რო არ გაჩვენოთ, არ შეიძლება. ეს ამჟამად ზოგადად და კაიხანია თბილისის ნომერ 6-ე საავტორო სკოლაა, ეს შენობა, ისტორიული შენობაა. ბევრმა იცით და რა თქმა უნდა აღარ მოვყვები მის ისტორიას. საქართველოს დროშა როგორც იქნა დავინახე სადღაც. მიუხედავად სიძველისა, არც ისე ცუდ მდგომარეობაში არ არის ეს ისტორიული ულამაზესი შენობა. ეს როგორ იყურება ეს ერთი ნახეთ რა. კიდევ ერთი უნიკალური თბილისური ეზო. საკმაოდ მშვიდი ადგილი, ქალაქის ცენტრში ვართ, მაგრამ ძალიან მშვიდი ადგილია. და ალბათ ბევრმა არ იცით, აი ამ კლდის ქვეშ შესაბამისადაც არის დაცული, როგორც ხედავთ, მარტოხლართებით შემოღობილი. აი ამ ადგილზე, აი ამ კლდის ქვეშ არის უზარმაზარი გვირაბი. ალბათ შეიძლება არ ითქმის, მაგრამ მგონია რომ ყველა მიცის. კომუნისტების დროს შექმნილი გვირაბია. ცივი ომის პერიოდამდე გაკეთებული. მაშინ როცა საბჭოთა კავშირისა და ამერიკის ულტრა შეიარაღებული მარათონი მიმდინარეობდა, მაშინ როცა ისინი ერთმანეთს ემუქრებოდნენ ატომური ბომბებით, საბჭოთა კავშირმა აი ამ კლდის ქვეშ უნიკალური გვირაბი შექმნა. შორის მე მქონდა ბედნიერება ამ გვირაბში ყოფნის და დათვალიერების 90-იან წლებში. ერთი პერიოდი აი ამ გვირაბში, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, მუსიკოსმა ლადო ბურდულმა ძალიან საინტერესო მუსიკალური კლუბი გააკეთა და სახელად ასეც ერქვა, კლუბი გვირაბი. აი ზუსტად ახლა რო სამხედრო დაცვა აქვს, აი იმ გვირაბში იყო მუსიკალური კლუბი გვირაბი. შემდეგ ლადო ბურდულის ეს ბიზნესი გაჩერდა, მე რაღაც პერიოდი თუ სწორად მახსოვს, ორთაბრძოლები იმართებოდა ხოლმე კრივის შეჯიბრი იმ კლუბში და ახლა თორცები ისევ დაუბრუნდა თავის სამხედრო დანიშნულებას. ძალიან დიდი მოცულობის გვირაბია ამ კლდის ქვეშ, სადაც ახლა ჩვენ ვიყავთ. ეს ძალიან მაგარი წარწერა შემხვდა, მორიგი ნიშანი საკუთარი ქალაქის სიძულვილისა. ეს იმ ხალხის დაწერილია, საკუთარი ქალაქი რო კლავს, ხო იცით? არა ფაშიზმს სოლოლაკში. რატო ვინმე მიესალმება ფაშიზმს ვაზის უბანში? ან ვაკეში? ხო, წარწერა როგორც ასეთი. მუხმაურობთ, აქ ხალხი ცხოვრობს. ძველი თბილისის ხელოვნების ნიმუშები, მართლა ისტორიული ხელოვნების ნიმუშები, ნახეთ როგორი ორნამენტები და ეხლა რა მდგომარეობაში კი ხედავთ. და თანამედროვე თბილისის ხელოვნების ნიმუშების ნაშთი ძველი დიდების. მაგარია ხო? სხვათა შორის აი ღორულ საქციელს, რომელიც აქამდე განახეთ და რომელსაც მე არ მივესალმები, ალტერნატივად აი ეს შემიძლია. აი ეს არის ხელოვნების ნიმუში. და ის ღორობა, რასაც ჩვენ უყურებდით, ის არა. აი ეს კი ძველი თბილისის ისტორიული მაჩაბლის ქუჩა. აი ამის დამწერს თუ გონია რომ საქართველოს უყვარს და ვისაც გონია რომ აი ამის გამკეთებელ საქართველოს უყვარს ან სიყვარულს თესავს და სილამაზეს ამ ქალაქში
ბოდიში, მაგრამ უტვინო, ვისაც გონია, რომ დათესეს სიკეთევა ეგ ღაბნის და ამით სიკეთეს თესავს ქალაქში. ესეც მაჩაბლის 13 ნომერში მდებარე უნიკალური შენობა, ისტორიული წერალთა სახლი. სადაც დღემდე იმართება ღონისძიებები, აი ამ დარბაზში სხვათა შორის პანჯრებში შევიხედოთ. ვინც არ იცით, აი ხა შეგიძლიათ გაიგოთ ეს ისტორიული შენობა, წერალთა სახლი 1905 წელს არის აშენებული, თუმცა რა თქმა უნდა მის შემდეგ რესტავრირებული. მოდი შემოვიხედოთ წერალთა სახლში და შიდა ინტერიერს განახებთ, როგორი სილამაზეა. აი ასე გამოიყურება დღეს წერალთა სახლის შიდა ინტერიერი. დავით სარაჯიშვილი. ეს ისტორიული ბუხარი, ეს ისტორიული დარბაზი, სადაც დღემდე ხშირად იმართება ღონისძიებები. ესეც ყველა გაგებით ისტორიული ოთახი. ყველა გაგებით და აქაც მოდი ვანახოთ ბარემ ის ისტორიული კიბეები. გავიდეთ ამ ისტორიული შენობიდან და გვერდით მაჩაბლის ქუჩის 13 ნომრის აი ამ ულამაზესი შენობის გვერდით მეორე ისტორიულ შენობასაც განახებთ. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის შენობა. თავად ეს სახლიც არქიტექტურის ნიმუშია. ეს აქ ახლა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, თორე ადრე სხვა ისტორიული დანიშნულებები ქონა, მრავალჯერადი და არაერთჯერადი. და ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების სახელდაგვარებით დახუნძლული ასეთი ძალიან ლამაზი ვარსკვლავური ცა ახალი თაობი, აქაც შედარებით ძველი თაობის ოლიმპიური ჩემპიონები. სხვათა შორის არასოდეს არ ყოფილვარ წინააღმდეგი ისტორიული უბნების ტურისტულ დატვირთვაზე და უამრავი ტურისტული კაფეებია ამ უბანში ტურისტებისთვის და ქართველებიც როცა ივლით ხოლმე დაათვალიერეთ მაინც აი ეს წარწერები სახლებზე მიმაგრებული. აღარ გავაკეთებ კომენტარს ვინ იყო ეს კაცი. მოკლედ ყველა გაგებით და ყველაფრით ხო უნიკალურია თბილისი და განსაკუთრებით ძველი თბილისის უბნები, ეს ქუჩები, ეს ადგილები, ეს უნიკალური თბილისური ეზოები, ყველა გაგებით ისტორიული, ყველა გაგებით ლამაზი, ტურისტულად მიმზიდველი და აი შემოვედი ეზოში, რომელიც აი პირდაპირ გაგებით ნიმუშია ძველი თბილისის. შეხედეთ ეზოების. აი აქ უამრავი ფილმებია გადაღებული და კარგია ეს სინთეზი, რა თქმა უნდა, თბილისს ვერ დაუკარგავს ვერაფერი ამ პეცს და ამ ლას, ვერც ეს ტურისტული ნაკადი, ვინც არ უნდა იყოს, მაგრამ ცოტა რაღაცა უცხოთ არ მინდა გზნობდე თავს ჩემ ქალაქში, იქ სადაც აი ესეთი ისტორიული თუნდაც შენობები და ესეთი ისტორია იკარგებოდეს ის სული, რა სულსაც შეიძლება დღეს ნაკლებად გრძნობდე ამ უბანში ქუჩებში სიარულის დროს. არ ვიცი, ძველი თაობის ყაიდის კაცის ნათქვამია ეს. განა იმიტომ რომ სიახლეებს ვერ ვეგვები, არა. სიბინძურეს ვერ ვეგვები რა. ეს კი თავისუფლების მოედნიდან ამოსასვლელი ქუჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა და ეს ულამაზესი შენობა, ისტორიული შენობა. ახლა ამ წუთას ამ შენობაში თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროა, თუ არ ვცდები. ადრე ცენტრალური ბანკი იყო ხოლმე. ხო, არა, არ შემსწარვა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილა დღეს.
და შენარჩუნებული ეს ისტორიული ფასადი. ძალიან ლამაზია. თავისუფლების მოედანი და ისტორიული საკრებულოს შენობა. და ცნობილი ტაბიძის ქუჩა. რომელსაც დღეს პირდაპირ გაგებით ტურისტულ ზონას ვეძახით და არის კიდეც, იმიტომ რომ კაფე-ბარების უმეტესი ნაწილი, რომლითაც ტურისტები სარგებლობდნენ, ამ და ამის პარალელურ ქუჩაზეა განლაგებული. რა ვიცი, მე ცოტა უცხოდ ჩავიარე ამ ქუჩაზე და ცოტა უცხოა ეს ყველაფერი. არა, უცხო კი არ არის, რაღაცა უცხოდ მეჩვენება, იმიტომ რომ ჩემს ბიჭობაში და ჩემს ყმაწვილკაცობაში აბსოლუტურად სხვა დატვირთვით დავდიოდი ამ ქუჩაზე. იქ სადაც კაი ბიჭები დადიოდნენ და იქ სადაც პატივისცემას გამოხატავდნენ ერთმანეთის, დღეს სმაჭამაში და ლაქშერობაში ეჯიბრება ხალხი ერთმანეთს. ესეც თანამედროვე თბილისის განუყოფელი ნაწილი, ისე როგორც სოფლიოს ყველა დედაქალაქში. მსგავსი რაღაცეები, რა თქმა უნდა, ეს დედაქალაქიც არ არის უცხო და გამორიცხული. ესეც საახალწლო ნაძისხე, რომელსაც დღეს და ხვალ აიღებენ, ალბათ უკვე თავისუფლების მოედანზე. ამ ადგილიდან მართლა ულამაზესი სანახავია რუსთაველის გამზირი, რომელიც რეაბილიტაციაზეა გასული და ეს უკვე ნასწავლი ქართველი მძღოლების უნიკალური ვიღაცებს რო ეგონათ რომ ვერ ვისწავლიდით. გამარჯობა. უნიკალური ნიმუში იმისა თუ როგორ შეიძლება ქართველი იყოს სხვა ყველა ეროვნებაზე ყველაფრით მაგარი კულტურაშიც და ნებისმიერ სხვა ურთიერთობაში. ვიღაცების დასაცინად რო გავიხადეთ საქმე 2-3 ნაძირალას გამო. ჩემთვის ყველაზე კარგი რა არის, იცით? აი ამ ცენტრალური ქუჩა, მოდი ვთქვათ ხო, რუსთაველის გამზირის დასაწყისი. ყველა ტურისტი აქეთ მოედინება. ყველა ტურისტს აქ უნდა რა თქმა უნდა გასეირნება, დათვალიერება, ნახვა აი მისთან უნიკალური ნაძვისხე მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს არ აქვს და ბოღმით და შურით წყდებიან ამის გამო. საქართველოს მტრები, ჩვენ თბილისი რო ასეთი ლამაზია. ხო, აქეთ აინთო ქუჩის განათებები და ნახეთ როგორი ლამაზია ყველაფერი. აი ესეთი ხო და რას ვამბობდი, ყველაფრის მიუხედავად ქუჩაში სადაც უამრავი ტურისტი დადის, ცენტრალური ადგილი და იმიტომ ჩვენც როცა ჩავდივართ, ყოველთვის ჩავდივართ ცენტრს ვათვალიერებთ. ძალიან ბევრი ქართველი გვხვდება და ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც გვსიამოვნებს. აქ რაღაც თამაშები იმართება. საინტერესო დედაქალაქია თბილისი. ხო, აი ეს ევროპული თავისუფლებისთვის რომ იბრძვიან, აი ეს სადღაც 100 მეტრში, ხო? ზუსტად იმ ევროპული თავისუფლების ჩვეულებრივი რიგითი მაგალითია ახლა ეს ყველაფერი. კარგია, კარგი, მე მომხრე ვარ ასეთი აქტივობების და ასეთი სიცოცხლის უნარიანობის და ასეთი სილამაზის. აღტოვანებული ტურისტები ქუჩის ფონზე იღებენ ისინი. ყობა არ უნახავთ ესეთი განათებული ქუჩები. და საიდანაც მოვდივართ, ანუ ძველი თბილისის უბნებიდან გადმოვინაცვლეთ უკვე გათანამედროვებულ, გალამაზებულ ქალაქში. ეს გახსოვთ ალბათ ეს უნივერმაღი,
თავისუფლების მეტროს სადგურის თავზე. დღეს კი ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრი გალერეა. აი ძველი თბილისიდან შემოვედით უკვე საქართველოს დედაქალაქის ევროპულ ნაწილში. იქ სადაც უკვე მარტივად შეგიძლიათ შეიგრძნოთ ის თუ როგორია მშვიდობაში და განვითარებაში ცხოვრება. მაშინ როცა ყველა თავის საქმეს აკეთებს. აკვირდით ხო ფას? ხა რეკლამა არ გამიკეთებია რა თქმა უნდა იმ iPhone-ისთვის, იმიტომ რომ არ ვარ iPhone-ში კი ხელშიც კი Samsung-ის ტელეფონი მიჭირავს. არანაკლები ხარისხი თუ არა უფრო მეტი ვიდრე ბრენდის სახელად iPhone-ი, მაგრამ თუ დაკვირვები ხართ ის კატეგორია ვინც მაგ ტელეფონები დადის, მაგ ბრენდის ტელეფონები დადის თბილისში, აბსოლუტურად განსხვავებული კატეგორიაა და მიხვდებით აი iPhone-ი ვის შეიძლება ეჭიროს ხელში და ის სხვა ტელეფონი, ვისაც აქვს შესაძლებლობა. მე რა რომ 5000 ლარიღის ეგ ტელეფონი. საქართველოში ყველაფერი მოსულა. ახლა კი აი თითქმის 9 საათიანი რეპორტაჟის შემდეგ ძველი თბილისიდან აგემშვიდობებით და მხოლოდ ერთ რამეს ისახავდა მიზნად ჩემი აი ეს ფეხით გავლა ძველი თბილისის უბნებში. რეალობა შეგეგრძნოთ და დაგენახათ ის სინამდვილეში რა ცხოვრებით ცხოვრობს თბილისი. რა უხინს, რა უჭირს, რა სტკივა, რა უხარია. რა არის ცუდად, რა არის კარგად. რას გამოასწორებს ევროსოიუზი და რას ვერასოდეს ვერ გამოასწორებს ვერც ევროსოიუზი და ვერც ამერიკა და რასაც მხოლოდ ჩვენი კეთილი ნება ჭირდება. და ბევრი რამე, აი ამას ისახავს ხოლმე მიზნად ჩემი რეპორტაჟები და მიხარია ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ხვდებიან და გეფერებიან და მადლობას გიხდიან. იმისთვის რომ ჩაუსწორებლად და დაუმონტაჟებლად ვაჩვენებ დანარჩენ მსოფლიოს იმ ქვეყანას, რომელსაც პლანეტა დედამიწის 64 ქვია. სახელად საქართველო. ახონდეს მომავალ შეხვედრებით. ყველაფერი კარგად იქნება.